მოგესალმებით, ჩვენი სახლის ეპიზოდები დაბრუნდა. ამინდი გამოვიდა, მზე გამოვიდა და ჩვენი სახლის ეპიზოდებიც უფრო და უფრო აქტიურად წამოვა. ასე რომ დღეს მე მგონი რომ ძალიან საინტერესო და ცოტათი გემრიელ ეპიზოდზეც მოგვიწევს საუბარი. რომელიც ეხება ჩვენს სამზარეულოს. ვისაუბრებთ აბსოლუტურად ყველაფერზე, დაწყებული ტექნიკით, დამთავრებული ჩვენი გამოცდილებით, როგორ მოვირგეთ, როგორც მოვერგოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებთ, ერთი წელი არ არის ჯერ შესრულებული და ჩვენს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ უშუალოდ გამოყენებაში და არა მხოლოდ ის, რომ აი ეს გადავწყვიტეთ. მაგრამ სანამ ეხა სამზარეულოს შევოთ, მანამდე გეტყვით, რომ შემდეგ ეპიზოდებში აუცილებლად შევეხებით ჩვენს ეზოს, როგორც ხედავთ, ბალახი დიდი არის, გაზრდილია, არ არის გაკრეჭელი, იმიტომ რომ ეხა გავაღვიძეთ ჩვენი საკრეჭი და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩვენი ეზო არ ცოცხლდება ამ გაზაფხულზე, ამიტომ ძალიან საინტერესო სერიით დაგიბრუნდებით და კაი რაღაცებს გაგიზიარებთ. ეხა კი შეგვიძლია დავიწყოთ სამზარეულოს შესვლა და თან ერთი პატარა მასპინძელი გველოდება შიგნით. მოკლედ, ჩვენი სამზარეულო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ან ორი რაღაცით არ შემოიფარგლება, მოკლედ, ბევრი ტექნიკით არის წარმოდგენილი, მაგრამ უმეტესი მათგანი არის მილე და ამას. კირა არის ჩვენი ასისტენტი, დღეს ყველაფერში მოგვეხმარება. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძირითადი ჩვენი ტექნიკა არის მილესი. 2 წლის წინ დავიწყეთ რეალურად ამაზე მსჯელობა, სანამ ვაკეთებდით რემონტს, ძალიან ბევრი ბრენდი ვნახეთ, შევედით შოურუმებში, დავათვალიერეთ, რა თქმა უნდა, ბევრი მოგვეწონა, თუმცა გავაჩერეთ ჩვენი არჩევანი მილეზე, რადგან ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბრენდი და მის ხარისხში მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მილე შედის იმ იშვიათ ბრენდების სიაში, რომელიც იწარმოება გერმანიაში. ეხლა ჩვენ საქმეზეც განახებთ და ასევე გავაკეთებთ 1-2 კერძს და იმას დაგიმტკიცებთ, რამდენად მარტივია ამ ტექნიკის გამოყენება. აჰა, ბარემ დამტკიცეთ საქმეთაც. მილეს ბრენდირებული წინსაფარი გვაქვს? კი ბატონო. შენ რას გაგვიმზადებ დღეს? ჩვენი მთავარი კერძი დღეს გაკეთდება ამ არაჩვეულებრივ ღუმელში. გავაკეთებთ ორაგულის ფილეს. ამ ღუმელს გააჩნია აპლიკაცია, რომელითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონიდანვე, შეგიძლიათ გაზარდო დრო, შეარჩიო ავტომატური ფუნქციები, შეამოწმო რამდენი დრო გავიდა, რამდენი დრო დაგჭა, როცა დამთავრდება ეს ავტომატური რეჟიმი, მოგდის შეტყობინება, რომ ეს რეჟიმი დასრულდა და ასე შემდეგ. ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით როცა ამხელა სახლში დადიხარ და 2 ბავშვის დედა ხარ და მამა. ეს ღუმელი აერთიანებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და ეხლა აგიხსნით რას. კონვექცია, ჩვეულებრივი ღუმელის ფუნქციები აქვს, გრილი, თბილი დაბერვა. მე არ ვიცი, მეგობრებო, ამდენი რაღაცა. ამასთანავე შეგიძლიათ ისეთი რაღაცების გაკეთება, როგორც არის მაგალითად ჩირის გაკეთება, ანუ გამოშრობა, ხილის, შეგიძლია პოპკორნი გააკეთო, აი სპეციალური ერთი ღილაკი მხოლოდ მაგისტრის არის განკუთვნილი და თუ გახსოვს შოურუმში როცა ვიყავი და როცა ამას ვარჩევდით და გავიგეთ რომ ეს პოპკორნს აკეთებს, დინ 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 ანუ ეგრევე მეტი არ ელაპარაკოთ. მზად არის, მიგვაქვს. მე მინდოდა რომ არ ყოფილიყო ძალიან დიდი. ძალიან ბევრ საჭმელს სახში არ ვაკეთებთ. all-in-one კარგი ვარიანტი გამოდიოდა და ამიტომაც უთხარი თეოს რომ let's do it. ხო და მოდი რა საქმეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ შია მოკლედ დილიდან მოყოლებული და მომეხმარები რას ყველაზე მთავარია. კირა ყავს, რომელიც მომიხმარება, მეს მომიხმარება. კაი, დავიწყოთ. მოკლედ მე კი მივხვდი თეონა, მაგრამ რას ვაკეთებთ და მაყურებელსაც რო უთხრათ? გავაკეთებთ ორაგულის ფილეს, ამას მოვასხავთ სოიას და თაფლის соус. ამასთანავე გავაკეთებთ აი ამ ბოსტნეულს, გრილზე შენ რომ მოგვეწონა, რას თქვი? ინდუქციურზე გავაკეთოთ შემწვარი კარტოფილი. და თაფლი რაში გჭირდება საგულეთის? ძალიან უხდება და ორაგულს? თაფლი. აქამდე ხო გიჭამია ჩემი ორაგული. თაფლი არ მახსოვს. ყოველ ჯერზე ვუკეთებ თაფლს. კარგი, დავიწყოთ ხაში. ესეც ასე, ორაგული ასე თუ ისე მზად არის, თუ კი რამ ზედმეტი არ გაუკეთა რაღაცეები. ეხლა უკვე შეგვიძლია რომ შევაგდოთ გამზადებულ ავტომატურ რეჟიმზე. ავარჩევ ორაგულის ფილე, მერე მეტყვის რომ განათავსეთო მეორე თაროზე. შემიძლია ოკეი დავაჭირო, ეგრევე დამიწერე რომ 20 წუთი დაჭირდება იმისთვის რომ დაასრულოს ორაგულის ფილე. ანუ 20 წუთი გვაქვს იმისთვის რომ ბოსტნეულის გავამზადოთ. კი, რომ შენ ჩაყარა ყველა ბოსტნეული მაგაში. მედი და ყველა უნდა გავრეცხოთ.
და კაი დამხმარე ძალა მყავს. ოჯახი როცა ერთადერთი ანდება, მაშინ ორაგულის კეთებაც კი მარტივი ხდება უფრო. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ესე პატარა ჩანს ერთი შეხედვით, მაინც ბევრი რამე ეტევა რა, ტევადობა ნამდვილად აქვს. შეგვიძლია დავამატოთ. ნახე 7 წუთი რჩება ახლა ამ ორაგულზე, მაგრამ შეგვიძლია ეგრეთ დავიწყოთ, რომ მოვიგოთ ცოტა დროში. ამას დაბლა შევუშვებ. სუნი გამოვიდა. სანამ კერძი მზადდება, მანამდე 1-2 სიტყვით გავუზიაროთ ჩვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანაზეც. რომელიც არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, მინდა გითხრა. მე მგონი ჩემიც და მაგაზე შეგვიძლია ვიდაოთ. ეხლა მოდი ვისაუბროთ იმაზე თუ რატო არის ეს განსხვავებული და განსაკუთრებული, იმიტომ რომ მე მქონია ეხლა ჭურჭლის სარეცხ მანქანებთან შეხება და შემიძლია შევადარო და თქვა რა არის ამის უპირატესობები. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს აი ესეთი მოდელი, რომელიც ძალიან მარტივია და ძალიან ხარისხიანი, როგორც ვატყობ. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, როდესაც მე შენ და კირა შვეიცარიაში ვიყავით, Airbnb ბინაში ვიყავით. ძალიან ძველი იყო რა, ახალი კი არა, ძალიან ძველი იყო და ტექნიკაც იყო ძალიან ძველი, ეტყობოდა რაღაც შეიძლება 1900 წლის, 2000 წლის ტექნიკა ყოფილიყო, მაგრამ იყო მილე და მუშაობდა ყველაფერი ძალიან მაგრად. ამან დაგვარწმუნა იმაში, რომ მილე ზოგადად ხარისხით ნამდვილად გამოირჩევა. ზედა მხარეს ვდებთ ხოლმე კოვზებს, ჩანგლებს, დანებს და ასე შემდეგ. ამ ადგილას ჭიქებს და პატარა თებშებს. აქ კი გვაქვს დიდი რაღაცეების სათავსო, მაღალი თებშები, ქვაბები, აფები და ასე შემდეგ. გადატენილი ყოფილა და ჭურჭელი, ანუ ზედმეტად ერთმანეთზე ელაგაკიდევაც ყოფილა ეგეთი შემთხვევები, მაგრამ რო გამიღია, ანუ იდეალურად იყო გაწმენდილი, არანაირი საჭმლის ლაქა არ ქონია არსად. ყველაზე კარგი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არის ის, რომ ეკონომიას აკეთებს როგორც წყლის, ასევე ფხვნილის, იმიტომ რომ ნაკლები გეხარჯება. კიდე არსებობს ძალიან ცუდი მითი, რომ სანამ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩატვირთავ ჭურჭელს უნდა გარეცხვა გავლო, რომელიც არ არის სიმართლე, იმიტომ რომ რეალურად შენ როცა ტვირთავ მანქანას, მანქანა თვითონ ხდება, რამდენად ჭუჭყიანი არის ჭურჭელი და იმის მიხედვით მე ანაწილებს ფხვნილს, წყალს და ასე შემდეგ. ამ დროზე დავაყენებ და всё. თუ გეჩქარება, შეგიძლია დროს შევცირო. ანუ ჩართულია. 1, 2, 3. მოусმინეთ. ეხლა ნახოთ თუ გამზადდა ჩვენი კერძი. ჩადა. ვოუ! ნახეთ რა მაგარია. მადი სამგრელად გამოიყურება. თაფლი ეხმარება ასევე რომ აი ესე კარგად მოიბრაწოს. სუფრის გაწყობამდე ჯერ უნდა ვისაუბროთ კიდე დამატებით დივაისებზე, რომელიც აქ არის. მაგალითად, აი აქ ეხლა რომ ჩამოიხედავთ, დაინახავთ სტაფილოს და სხვადასხვა ნარჩენებს. ამისთვის გვაქვს უმარტივესი გამოსავალი. რაც არის აი ეს. ეს არის დამაკუცმაცებელი. კვერცხის ნაჭუჭიდან დაწყებული, დამთავრებული, თუნდაც ძვლით შეგიძლიათ რომ დააკუცმაცოთ და უბრალოდ გააყოლოთ კანალიზაციას. მოკლედ, სანამ გოგოები ამასობაში კრეპების კეთებას იწყებენ, ძირითადად კირა, მანამდე გეტყვით ჩვენს ქურაზე. მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ტრადიციულად ყოველთვის ქონდა ხოლმე გასქურა სახლში, თუმცა ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, რომ აგვერჩია აი ესეთი მოწყობილობა, რომელიც არის ინდუქციური გასქურა და რომელზე საუბარშიც იმედი მაქვს თეოს დამეხმარება, იმიტომ რომ აქვს რამდენიმე ძალიან დიდი პლუსი, რატომაც ეს ყველაფერი გადავწყვიტეთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ გაზი არ შემოსულიყო სადგომს აქეთ, ანუ მხოლოდ ქვაბებთან ხდება გაზი, გამათბობელ ქვაბებთან და ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით ხდება ინდუქციის გამოყენება. კირას უყვარს ძალიან რძე. ბავშვობაში როცა ვაცხელებდით ხოლმე აი ესეთ ძველებურ, ასე ვთქვათ, გასქურაზე, ყველაზე დიდი წამება იყო, როცა ეს ამოდიოდა და მე რეისფრობოდა მთლიანი გასქურა. ხო, უნდა ამოალაგო რაღაცეები, წმინდო და ასე შემდეგ და ეგეც არის. ამ შემთხვევაში არის სწორი ზედაპირი. აქ რამე რო ამოვიდეს, მაქსიმუმ ჩავა აქა, რომელიც ძალიან მარტივად რომელზეც გეტყვით რა არის, მაგრამ აქ გვაქვს 4 ქურა, შეიძლება ესე ითქვას და აი აქედან მარტივად ვაკონტროლებთ. საერთო მენიუდან ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეს ზედაპირი არ ცხელდება, მე ხელი რო დავადო, არაფერი არ მომივა, არც ბავშვს არ მოუვა, ძალიან უსაფრთხო არის. სანამ ფიზიკურად არ შეეხება მას ინდუქციური ქურისთვის განკუთვნილი ტაფა ან ქვაბი. მაგალითად, ეხლა ნახეთ, ხმაზეს მიხვდებით. მე რო დავადე და ეს რო ჩავრთო, პატარა ხმას გამოსცემს, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ეს ზედაპირი იმის მერე რომ დავდე მე ტაფა, უკვე გაცხელდება და ის მზად არის და მხოლოდ გაცხელდება ეხლა აი ეს სივრცე, ანუ ტაფის სივრცე. და ყველაზე მთავარი, რატომაც ეს მოდელი და ზოგადად ესეთი სტილი ავარჩიეთ, არის ის, რომ აქ აქტივია გამწოვი. თეონას დიდი მოთხოვნა იყო და ამჯეროდა რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ აი ამ გამწოვის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რეალურად ამ შემთხვევაში გამწოვი გვაქვს შუაში, რომელიც ჩადის სპეციალური მილით. დაბლა აყენია ფილტრი და ეს ფილტრი უკვე გაფილტრულ ჰაერს უშვებს უკან. ესე იგი, ხსნით ამას და ვთავთ გამწოვს ნახევარზე. მოდი აი 4-ზე ჩავრთოთ.
აი ესე მიაქვს ყველაფერი ნახევარი სიმძლავრით. აი ესე რა ვხადოთ, შეგვიძლია ვნახოთ ეს წამი. აი. ერევა ყველაფერს. მოდი ახლა გავტესტოთ ვიზუალიზაციისთვის, იმიტომ რომ მეც ეჭვი მეპარებოდა თავიდან. ანუ აი ამასაც ავხდი. და ჩავთავ მაქსიმუმზე, ხო? მაინც ორივე ღია არის. აი ეს არის მაქსიმალური შეწოვა, შეიძლება ესე ითქვას. ანუ აქედანაც კი იწოვს. დავიწყოთ მაცივრის ტური, იმიტომ რომ არჩევის მომენტშიც, როდესაც მილეში ვიყავით, ჩვენი მაცივარი არის ლიფერის ბრენდის, ასევე გერმანული, მილეში წარმოდგენილი და ავარჩიეთ არა ერთი, არა ორი, არამედ 3 ნაწილისგან შემდგარი მაცივარი. იმიტომ რომ გვაქვს 2 მაცივარი და 1 საყინულე. სხვადასხვა YouTube არხი არსებობს რაღაცა ქართველების, ბიჭების, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ადამიანებთან და საკუთარი მაცივრიდან იღებენ რაღაცეებს და უკეთებენ საჭმელს. YouTube არხს ქვია Kitchen Bros. აღწერაში იქნება ლინკი, მეგობრებო, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ მათი ვიდეოები და იმედია მალე ჩვენი სამზარეულოდან ჩვენ ზეზოშიც რაღაცა ბარბეკიუს ან რაღაცა გემრიელს გავაკეთებთ ერთად. კაი, ვაღიარებთ, რომ ყოველდღიურად ესე არ არის ჩვენი მაცივარი და ახლა ვიდეოსთვის დავალაგეთ. ხაოსურია ხოლმე. აქ ვინახავთ ხოლმე საჭმელებს და ეს ყველაფერი არის ბოსტნეულისთვის განკუთვნილი. როგორც ხედავთ, ძირითადად აქ არის წარმოდგენილი სასმელები. ჩვენ გვიყვარს ხოლმე სახში გაკეთებული ლიმონადები, ამიტომ ამას ხშირად ვიყენებთ ხოლმე. ამით პლუს ვამატებთ მერე ჩვენს ხილს და ვაკეთებთ ხოლმე სახში გაკეთებულ ლიმონადს. აქ არის საყინულეს. სხვადასხვა არც ისე დიდი საყინულე გვაქვს. პატარაა საკმაოდ და კირა დაზვრება ხოლმე ამ საყინულეში ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ სულ ნაყინის ძიებაშია. აქ მაქვს ღვინოების ის რაღაცა რაოდენობა, რაც მომიგროვდა ამასობაში და რაც დავამატე. ხოლო აქ ვისკები, ქავრობისთვის ჯერ ვერ მოვიცალე კარგად, რადგან აქ თარო უნდა გავაკეთო და კიდე ზემოთ პატარა ჭიქები დაგჭირდება და ასე შემდეგ და ნუ თუ მაცივარი იქნება, მე ღვინოს უკვე მაცივარში გადავალაგებ. და პასით ეონასკენ. აქ არის კუთხე, რომელიც მოწიწებით მოვაწყეთ. ჩვენი აპარატი, დელონგის აპარატი იყო ძალიან დიდი. ძალიან შეგვიყვარდა ეს აპარატი და არის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს გვიმზადებს და ერგება შენს გემოვნებას. გავაკეთეთ ეს ორი. მივამაგრე, მე კიდე თაროები და დავამაგრეთ. აქ ტოსტერი გვაქვს და ჩაიდანი და ეს აპარატი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არის ადამიანი, იმიტომ რომ თავისი ეკრანი აქვს, სადაც ირჩევ ყავას, ინტენსივობას, ზომას, წონას, რძის კონტეინერი აქვს და შეგვიძლია აქ დავაყენოთ და ჩაოლური კაპუჩინოს, ლატეს და ასე შემდეგ. ეს არის ნუშის რძე, არ შეგეშინდეთ. ფერის ფანერი აქვს. ეს მადუღარა იმიტომ მომწონს, რომ აქვს ყველა გრადუსი დაყენებული და მაგალითად ბავშვისთვის როცა ვამზადებ ხოლმე საჭმელს, აქვს მითითებული ბავშვის ბოთლი და ზუსტ ტემპერატურაზე გაგიმზადებს წყალს, იმისთვის რომ იყოს იდეალური ტემპერატურის. ამ ნაწილზეც მინდოდა მე საუბრა, აქ ორი რატო არის. ეს არის სასმელი წყალი, ეს არის ჩვეულებრივი წყალი. ერთ-ერთმა ძალიან კარგმა კომპანიამ, ნანოფილტერმა შემოგთავაზა ფილტრების კონკრეტული რაოდენობა. აქ აყენია ერთი ინდივიდუალური ფილტრი, რომელიც წყალს არა მარტო ფილტრავს, არამედ საჭირო დანამატებს უმატებს მაგნიუმის, ელექტროლიტების და ასე შემდეგ სახით და ასევე დიდი ფილტრი აყენია ტექნიკურ ოთახში, საიდანაც მთლიანი შემომავალი წყალი იფილტრება და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მილეს ტექნიკის, სარეცხი მანქანის, საშრობის და სხვა ნებისმიერი ტექნიკის, მათ შორის მაცივრის და ასე შემდეგ, უფრო, ესე ვთქვათ, დიდ ხანს სიცოცხლეს, იმიტომ რომ მარილებისგან და ბევრი მავნე ნივთიერებისგან წმენდს და წყალი აღარ აზიანებს, ესე ვთქვათ, ტექნიკას. მოდი ჩვენ გადავიდეთ სამრეცხაოში, სადაც მე გაჩვენებთ მილეს არაჩვეულებრივ საშრობს და სარეცხ მანქანას. ეს კომბინაცია იყო ჩემთვის სანატრელი და როგორც კი გადავწყვიტეთ, რომ всё, მილეს ყიდულობდით, ეგრევე მინდოდა რომ გვეყიდა ასევე საშრობი, იმიტომ რომ ამ სახში ვერსად სხვაგან ვერ გავაშობ. მოკლედ, შოურუმში ჩვენ 2 წლის წინ გავაკეთეთ ერთი არაჩვეულებრივი ტესტი, სადაც ძალიან ბევრი ლაქა მოვსინჯეთ, ზეთი, მაკიაჟი, კიდე ბევრი რაღაცა მოვთხიპნეთ ტილოს, რომელიც მერე გაირეცხა მილეს სარეცხ მანქანაში და ყველაფერი ამოიყვანა. მილეს აქვს დაპატენტებული აი ეს დოლურა, რომელიც არის ფიჭვის ფორმაში და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ლაქა არაჩვეულებრივად ამოყავს ჯერ ეგერთი და ამავდროულად უზრუნველყოფს იმას, რომ ქსოვილი არ იცვლის ფორმას და ინარჩუნებს ზუსტად იგივე მდგომარეობას.
ესეც ასე, სუფრა მზად არის და მაგრად მშია. სხვისი არ ვიცი, შენ? თვალებზე გეტყვა. შედეგი ესეთი იდება ხოლმე ჩვენი სამზარეულოთი და სამზარეულოს ტექნიკით. ამასობაში მომზადებული გქონდა პატარა ქვიზივით რა. შენ შეგიძლია უპასუხო პირველს. უცნაური რამ, რაც მაცივარში შეგინახავთო. ყოველთვის საყინულეში ხდება ხოლმე ვიღაცის ჩადებული კოვზები. ვისია ნეტა, რაც მაცუნებს ხოლმე იქ ნაყინში. რატო დებ ხოლმე საყინულეში კოვზებს? მე რომ კიდე რომ მომიდე და ხო, იქვე რო იდას. მიეპარება ხოლმე და იქვე ტოვებს კოვზს, რომ მე მეორე მისვლაზეს დახდეს. რას უნდა ეკავოს ყველაზე დიდი ადგილი მაცივარში? თქვენ ორისთვის ალბათ არის რძის პროდუქტი. იოგურტი, მაწონი, ხაჭო, რძე და ყველი და ეს არ სრულდება რა, ეს. რომელ ნიუტს არ უხდება მაცივარში ყოფნა და მაინც სულ მაცივარში ინახავენ? ნუტელა. მართლა? ყველა ინახავ, რატო ინახავთ, კაცო, ნუტელა უნდა იყოს. მე ერთხელ შევინახე და რომ შეგეძლოს მთელი მაცივარი ერთი პროდუქტით რო გავსო, რა პროდუქტს აირჩევდი? ვაი. ამაის ბასკურ ჩიზკეიქს. აი, ბასკური ჩიზკეიქი უნდა გედოს ყოველთვის მაცივარში. ამაი არის იაპონური დესერტების ობიექტი, რომელიც გვაქვს და სადაც ძალიან გემრიელ ბასკურ ჩიზკეიქს ვაკეთებთ იაპონურ კასტელასთან ერთად და შეგიძლიათ ნახოთ დამატებით ლინკი იქნება აღწერაში. ვაპირებთ რომ გადავიღოთ სახლის ეპიზოდები კიდე, მაგრამ რა თქმა უნდა ტურიც რაც შეეხება გვინდა ცოტა რაღაცა განსხვავებული და ორიგინალური იყოს და არა უბრალოდ დათვალიერება, ამიტომ ამაზე ვფიქრობთ და თან პლუს კარგად ძირფესვიანად უნდა დავალაგოთ. მანამდე გვექნება 1-2 ეპიზოდი ეზოზე, Smart House-ზე დეტალური გავლა, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან საინტერესოა. ასევე დაიდო GDTech-ზე ერთი ვიდეო, სადაც ჩემს ტექ ოთახზე ვსაუბრობთ. დაგვემატა ეხლა გარე ვერანდაზე გათბობა Cooper Hunter-ისგან, რომელიც არ ანათებს ისე ათბობს, მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცაა. ამის გარდა ჩემი ოთახის მოწყობის ვიდეოც დაგვეწევა, სადაც ავაწყობ ძალიან მაგარ კომპიუტერს და მოვაწყობთ ოთახს და კიდე ბევრი საინტერესო რაღაცები გველოდება. არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ არხი, დააჭიროთ subscribe ღილაკს, გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს წელს და არა მარტო წელს. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. დროებით.